თქვენ ჩამოხვედით საფრანგეთიდან 90-იან წლებში ხომ და იმის მერე ცხოვრობთ ზუგდიდის რაიონს სოფელ ჭკადუაში. ვიღავი ხო 11 წლის, როდესაც ჩამომიყვანეს საქართველოში, მაინც არ წავიდნენ საფრანგეთში. როდესაც მართლა ყველაფერი დავკარგეთ, ფეხში შველა და სახამორებში გამოვედით სახლიდან, ღამე იყო. როგორი ნათესაობა გაკავშირებთ ნაპოლეონთან? ძალიან მიკვირს, რომ ბევრ ქართველს აქვს პარიზი ნანახი და შეიძლება სვანეთი არ აქვს ნანახი და მიკვირს. პრინცესა რომელიც ზუგდიდში სოფელ ჭკადუაში ცხოვრობს. ჩემმა ძმამ ესეთი რაღაცა უთრა. რადგანაც შენ გამზარდე როგორც საკუთარი შვილი, მე მინდა რომ მადლობა გითხრა და მე მოვალ და მე გადავარჩენ ამ სახლს. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოზიტიურ პოდკასტს. სანამ დღეს ჩვენ საინტერესო სტუმარს გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა გთხოვოთ არხის განვითარებაში მხარდაჭერა, იმიტომ რომ თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ გამოიწეროთ პოზიტიური პოდკასტის YouTube არხი და ლაიქოთ, გააზიაროთ და დამიტოვოთ პოზიტიური კომენტარები. ჩვენი პოდკასტის აქტიური მხარდამჭერია დაფნეს პოდკასტ სტუდიო, სადაც ძალიან მეგობრული გარემოა. დღეს ჩვენი სტუმარია პრინცესა, რომელიც ზუგდიდში სოფელ ჭკადუაში ცხოვრობს და დღეს თავის უნიკალურ ისტორიაზე გვესაუბრება. თქვენს წინაშეა მატილდა მიურატი, ნაპოლეონ ბონაპარტისა და სალომე დადიანის შთამომავალი, რომელიც დღეს თავის საინტერესო ისტორიას მოგვიყვება. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან სასიხარულოა თქვენი აქ ყოფნა დღეს და რომ დავიწყოთ ასეთი კითხვით, როგორი არის რომ თქვენ ატარებთ პრინცესას ტიტულს, აი რა შეგრძნება გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ერთი პატარა ისტორიას მოგიყვებით, როდესაც ჩამოვედით ჩვენ საქართველოში, 96 წელია და ბავშვი მოდის ჩემთან და რომ ნახა რომ ვიყავი ჯინსებში და ბოტასები მეცვა, მკითხა პრინცესის კაბა რადომ არ გაცვიაო და ამ გოგოს ვერ ვუთხარი რომ დღეს აღარ გაცვია ესეთი კაბები, ახლა აღარ ფაქტიურად აღარ ვისარაცვია, იშვიათად უბრალოდ და მეთქი მაგ ეს კაბა ოღონდ სახში მაგ და გაჩვენებ მერე და ეს ისტორია ძალიან სასაცილო და მართლა მახსოვს როგორც გუშინდელი დღე. დიახ, ანუ ეს პასუხისმგებლობაა უფრო მეტად თუ თავდაჯერებულობას გმატებთ? არ არის მარტივი, რა თქმა უნდა, კი დიდი პასუხისმგებლობაა და როდესაც მოდიან ჩემთან ჭკადუაში, ვცდილობ რომ ეს მთელი ისტორია, ეს რაც ჩემს წინაპრებს ეს ისტორია რაც იყო, ხო, ამ საფრანგეთის და საქართველოს შორის მოვუყვე და კი დიდი პასუხისმგებლობა ნამდვილად. ბატონო, თქვენ თავიდან ისტორიულად რომ მოვყვეთ, თქვენ ჩამოხვედით საფრანგეთიდან 90-იან წლებში ხომ და იმის მერე ცხოვრობთ ზუგდიდის რაიონს სოფელ ჭკადუაში, სადაც გაქვთ თქვენი ასე ვთქვათ სახლი, რომელიც არის მუზეუმად თითქმის, ხო? და ტურისტების ნაკადი მოკლედ არ წყდება თქვენთან. თქვენთვის რას ნიშნავს ამხელა პასუხისმგებლობა? როგორ კი, დღეს ნამდვილად ბევრი ხალხი მოდის ჩვენთან ჭკადუაში და ხალხს ესე იგი ხო, ბევრ ადამიანს ხო რა თქმა უნდა ეს ისტორია აინტერესებთ და ვცდილობ როგორც წინაპარი მოვუყვე ამ დადიანების, მიურატების ისტორიას და ჩემს აზრით ყველასთვის საინტერესოა, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი ისტორიაა ხო საფრანგეთი და საქართველოს შორის და ეს ადგილი ისეთი ლამაზია, რომ აი მართლა ყოველთვის როცა ჩავდივარ იქ და იქ რო ვარ, აი მართლა ფიქრობ რომ ძალიან ესე იგი გამიმართლა რომ ისეთ ადგილზე ვცხოვრობ და ძალიან მიხარია რომ აი ესეთი სილამაზე მართლა რომ ვუყურებ ყოველ დღე, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაც არის, იმიტომ რომ სულ გვინდა რომ უფრო და უფრო ლამაზი გახდეს ის ადგილი. აი ჩემი მშობლები, არ ვიცი, ძალიან დიდ სამუშაოს დღემდე აი სულ გავენ, უვლიან
და აი ძალიან კარგად უვლიან და ბრავო მათ რომ აი ასე უყვართ საქართველო და სამეგრელო და ეს ადგილი და ჩემი მშობლები აი პატარა ისტორიას მოგიყვებით დედაჩემი როცა ჩემი შვილები ჩამოდიან კადუაში სულ ეუბნება ბავშვებს რომ ისწავლეთ მეგრული და აი წარმოიდგინეთ ფრანგი ქალბატონი რომელიც ფრანგია რა ქართული სისხლი არა აქვს ხო мама ჩემია ხო სალომე დადიანის შვილთაშვილი და სულ ეუბნება რომ ისწავლეთ მეგრული რა იმიტომ რომ დაგჭირდებათ იმიტომ რომ ესენა ძალიან მდიდრული ენაა და აი წარმოიდგინეთ ფრანგი ქალი რომელიც აი ესე ეხვეწება თავის შვილიშვილებს რომ ისწავლეთ მეგრული და მაგარია რა ხო ანუ თქვენ უკვე საქართველად გრძნობთ თავს აქ და კი, ნამდვილად არა, მე ვთვლი რომ დავიბადე 96 წელს. 11 წლის ასაკში მართლა დავიბადე, როდესაც ჩამოვედი მე საქართველოში, აი ესე ვთვლი რომ ჩემი ცხოვრება ნამდვილად იწყება საქართველოში. ზუგდიდში ჩამოვედი ჩვენ ხო 96 წელს. და როდესაც შუქი არ იყო, წყალი არ იყო, გაზი არ იყო გზები არ იყო და აი დედაჩემი მართლა არ ვიცი რა მხელა ზალა გინდა რომ ადამიანს რომ აი მართლა არაფერი აღარ არის ხო აღარ არის საქართველოში არაფერი არ იყო და ჩამოხვიდე ესეთ ქვეყანაში რა არ ვიცი დედაჩემს მართლა ძალიან დიდი ის ქონდა რა აი ხა თვითონ ისტორიკოსია და ამიტომ ხვდებოდა რომ ეს რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ის ქონდა გზა გასავლელი და ჯერ კიდე დიდი გზა საქართველოში აი დედაჩემის უიბას ვეუგდება რომ არ გავს ხეებს კადუაში მეუგდება რომ ეს ხეები ჩემთვის კი არ გავე ეს შენ და შენ კი არა შეიძლება შენი შვილებისთვის იქნება ეს ხეები ხო ეს დიდი შტილი ეკდება შენ შვილებს და შვილიშვილებს და არა მე მაგრამ გავს მაინც დღემდე სულ გავს ხეებს ყვავილებს და ძალიან კარგია რომ აი ხედავ რომ ხო ადამიანს გაქვს ეს დიდი პასუხისმგებლობა რომ რაღაცა ისეთი უფრო ლამაზი უფრო პოზიტიური ადგილი გახადო ის ადგილი დიახ და თქვენ ახსენეთ ეს თქვენი მშობლები ჩვენს მენელს ვეტყვი რომ ჭყადუაში მატილდა თავის მშობლებთან ერთად იმყოფება ვისაც გაინტერესებთ მოგზაურობა დასავლეთში შეგიძლიათ ესტუმროთ და იქ ადგილზე გაეცნოთ აი ამ შესანიშნავ ისტორიულ ადგილს და მატილდა რომ გითხრათ ეს ისტორია თქვენი მშობლებიც როგორ მოხვდნენ ჩვენთან საქართველოში და როგორი ნათესაობა გაკავშირებთ ნაპოლეონთან და ასე შემდეგ. კი, ხა ესე იგი ჩვენ ნაპოლეონის დის შთამომავლები ვართ. სალომე დადიანის, იცით ხო, სამეგრელოს ბოლო პრინცესა, ყავდა ესე იგი ქმარი, ვინც იყო ესე იგი სალომე დადიანის დის შვილიშვილი, აშილ მიურატი, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში, სამეგრელოში, ჭყადუაში. და რომელიც ესე იგი ყველაფერი გააკეთა რომ ეს ესე იგი ბოტანიკურ ბაღი მაგალითად გაიგზელებინათ და დაერგოთ ხეები და ჩვენ მოკლედ ვაგზელებთ მაგათი ამ ხრივ რომ აი ჩვენს გვიყვარს რა თქმა უნდა ბუნება და ვცდილობთ ესე დავრგოთ რაც შეიძლება მეტი მცენარე და ესე იგი სალომე დადიანის ყავდა ესე იგი სამი შვილი და ჩვენ ვართ მისი უფროსი ვაჟის შთამომავლები. თვითონ ესე იგი ცხოვრობდა საქართველოში შკადუაში, ზუგდიდში ყავდათ ხო სალხინო და გორდი, ეს 4 სასახლე იყო მიურატების. და ესე იგი ბაბუა ჩემი დიდი ბაბუა ლუსიან მიურატი ყავდა ესე იგი ცოლი ფრანგი მეუღლე მხატვარი და ესე იგი მათ ყავდათ მხოლოდ ერთი შვილი ბაბუა ჩემი აშილ მიურატი ყოველთვის ასე მოდის მოკლედ აშილი ლუსიანი აშილი და
ესე იგი აშილმა ბაბუაჩემი ცხოვრობდა საქართველოში სამეგრელოში 18 წლამდე და 18 წლის ასაკში მოუწია ჯარში წასვლა. როდესაც ჯარში წავიდა, მაშინ მოხდა ის, რომ კომუნისტებმა წაართვეს ყველაფერი. ეს სასახლეები, მიწები, ყველაფერი დაკარგეს. რა თქმა უნდა, ვერ დაბრუნდებოდა საქართველოში, რო დაბრუნებულიყო პირველი ან მოკლავდნენ, რა თქმა უნდა, ან გადაასახლებდნენ. ამიტომ დარჩა, სხვა გზა არ ქონდა, დარჩა საფრანგეთში. მხოლოდ ჩოხა ქონდა წაღებული საქართველოდან, ეხა ეგონა რომ ჯარში მიდიოდა და დაბრუნდებოდა საქართველოში, ამიტომ დიდი არაფერი არ წაუღია საქართველოდან. ეს ჩოხა ძალიან მამაჩემისგან ვიცი რომ ძალიან ხშირად იცმევდა, თუ იყვნენ ქართველები, თუ რამე ისეთი დღესასწაულები და ისეთი წვეულებები იცმევდა ამ ჩოხას და ძალიან უხაროდა და ქართულად ხშირად არ ლაპარაკობდა, იმიტომ რომ ძალიან უჭირდა საქართველოზე ლაპარაკი, ტირილს იწყებდა და ძალიან ნერვიულობდა. ამიტომ ხო, ცოლი თვითონ მოიყვანა, ესე იგი, ფრანგი მეუღლე. მაგდასთან, ესე იგი, ეყოლათ 9 შვილი და სულ ვამბობ, კიდე კარგი რომ 9 შვილი ეყოლათ, რომ მე-9 შვილი მამაჩემი დაბრუნდა საქართველოში. სხვები ან ცოცხლები აღარ იყვნენ, ახლა ბევრად ასაკიანი იყვნენ, ხო, მამაჩემზე. ან ცოცხლები არ იყვნენ, ან უკვე ისეთი ასაკი ჰქონდათ, რომ სურვილი არ ჰქონდათ და აღარ შვილიშვილები, თელი ცხოვრება ჰქონდათ გავლილი საფრანგეთში და რა თქმა უნდა, არის სურვილი საქართველოში დაბრუნება. მამაჩემი კიდე უფრო ახალგაზრდა იყო, ახლა მე-9 შვილი და მე ვიყავი ხო 11 წლის, როდესაც ჩამომიყვანეს საქართველოში. ჩვენ ჩამოვედით პირველად როგორც ტურისტები და ძალიან დედაჩემ ძალიან მოეწონა, რა თქმა უნდა, ეს მამაჩემსაც ეს ქვეყანა. და მალევე მეორე თუ მესამედ გადაწყვიტეს რომ დარჩელიყვნენ. კი, ყველაფერი გაყიდეს საფრანგეთში და ცხოვრობდით ჩვენ ზუგდიდში 5 წელი და სამწუხაროდ დიდი ხანძარი მოხდა მაშინ ჩვენ სახლში ზუგდიდში. მაშინ დავკარგეთ ყველაფერი. მაგრამ მაინც არ წავიდნენ საფრანგეთში. როდესაც აი მართლა ყველაფერი დავკარგეთ, ფეხში შველა და სახამორებში გამოვედით სახლიდან, ღამე იყო. და ხო, ყველაზე სასწაული რა უნდა მოგიყვეთ, როდესაც ეს ხანძარი მოხდა, ყველაფერი დაიწვა, მხოლოდ წმინდა ნიკოლოზის ხატი გადარჩა. დღემდე გვაქვს ეს ხატი, რა თქმა უნდა, შკადუაში. და აი ყველაფერი მარმარილოც კი გაქრა ეს ხანძრის დროს და ეს წმინდა ნიკოლოზის ხატი, რომელიც ვიყიდეთ 6 თვით ადრე წმინდა ნიკოლოზის საფლავზე იტალიაში, ბაღი, ესეთი ქალაქია. ვიყიდეთ ეს ხატი და ესე 6 თვის მერე დაიწვა ჩვენი სახლი. მაინც გადაწყვიტეს რომ დარჩენილიყვნენ საქართველოში და აი არ ვიცი რა ძალიან დიდი ძალა ჰქონდათ ნამდვილად შემშობლებს იმიტომ რომ თავისუფლად შეეძლოთ რა თქმა უნდა წასულიყვნენ ისევ საფრანგეთში მაგრამ გადაწყვიტეს აქ დარჩენა და ჯერ კიდე ბევრი საქმე ჰქონდათ შემაძლეთ საქართველოში გასაკეთებელი თქვენ ვახსენეთ ისტორია შკადუაში ეს ისტორია რა თქმა უნდა ყველაზე ისეთი საინტერესო ახლა ხალხისთვის რომ გაიგონთ როგორ მოხდა ეს მიურატები ეს საქართველოში მაგრამ ახალი რაღაც მოხდა ამ შკადუაში რომ გავხსენით ჩემი სახელოსნო დიდი სახელოსნო მაქვს სადაც ზაფხულში შეგიძლიათ ისწავლოთ პაპიე-მაშე ესეთი ხელოვნება ქაღალდებით ძერწვა და ყველასთვის ნამდვილად არტ-თერაპია და აუცილებელი დღევანდელი ცხოვრებაში არტ-თერაპია ნამდვილად ყველას ვურჩევ იმიტომ რომ მართლა ეს იქნება ძერწვა თუ იქნება ხატვა თუ დღეს ბევრი რაღაც არსებობს და ნამდვილად აუცილებელია ყველა ადამიანისთვის და არა მარტო ბავშვებს ბავშვების ისედაც აქვთ დიდი ფანტაზია და უნდა მისცეთ ბავშვებს რაც შეიძლება ბევრი ესეთი რაღაც პლასტელინი ძალიან კარგია საღებავები რა თქმა უნდა და ასე შემდეგ სულ უნდა მისცეთ ბავშვებს აუცილებლად რომ ეს ფანტაზია და ეს
არ თერაპია აუცილებელია მოკლედ ყველასთვის. დიახ, ანუ თქვენ ახსენეთ ახლა რომ ხელოვანი ბრძანდებით და აი რას გაძლევთ, რას პოულობთ, როგორ ემოციას პოულობთ ხელოვნებაში, ეს რო გითხრათ. აი ალბათ მარტო მხატვრები და ხელოვანი ადამიანი თუ გამიგებს, აი ხელოვნება ისეთი რაღაცაა ჩემთვის, ბავშვობიდან ვაკეთებ ყოველთვის რაღაცას და ძალიან დიდ ადგილს იკავებს ეს ხელოვნება ჩემთვის არის, არ ვიცი, ყველაფერი ალბათ. სულ რაღაცა ჭირდება რომ გავაკეთო რა ამ ქაღალდებით და ამ საღებავებით და მართულებსაც ვიყენებ კი ყველაფერს ვიყენებ რაც მაქვს ხალხისთვის ნაგავია მაგრამ ჩემთვის და აწყობთ თოჯინებს კი ვაზებს სარკეებს ამ ქაღალდებს ვატარებ მიქსერით მე ვწურავ მე ვუკეთებ წებოს და მე როგორც თიხა ისეთი მასალაა და მასალით უკვე ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ანუ მაგრდება, მე შრება და მე უკვე ხო ძალიან მყარი ხდება. ანუ ხელოვნება დიდ ემოციასთან ასოცირდება. კი, რა თქმა უნდა და როდესაც ვაკეთებ რაღაცა ნიფტი უკვე იქ უკვე ყველაფერი ქრება რა შენ ცირგლი მარტო ის მომენტია აკეთებ შენ რაღაცას და დრო ისე მიდის რომ ვერ ხვდები რა ვერ ხვდები შეიძლება იმდენი დრო გავიდეს და ვერ ხვდებოდე რომ ამდენი დრო როგორ გავიდა ეს არის ძალიან კაია და აი ყველა სტუმარს ვეკითხები ახლა თქვენ ახსენეთ ბევრი როლები რომელიც გაქვთ ხომ ანუ ხელოვანი ბრძანდებით პრინცესა აგერ დედა მეუღლე ასე შემდეგ და აი თქვენ როდესაც მარტო რჩებით თქვენ თავთან აი მაშინ როგორი ხართ თუ დაფიქრებულ ხართ ამაზე უფრო ესეთი ნოსტალგიური თუ უფრო არა ემოციური თუ მშვიდი თუ აი როგორი მშვიდი ემოცია კი რა თქმა უნდა მაგრამ მოვცდილობ ყოველთვის დადებითად ვუყურო ყველაფერი ცხოვრებაში და ესეთი რაღაცა გავიგე ახლა ხან რომ თურმე რაც შეიძლება მეტი ადამიანმა რაც შეიძლება მეტი პოზიტიური სიტყვებიც და ჩაფიქრებაც კი აუცილებელია რა ადამიანის რაც უფრო მეც იფიქრებ რომ აი ყველაფერი კარგად არის ყველაფერი კარგად იქნება მით უფრო კარგად იქნები და ამიტომ ჩემ აზრით აუცილებელია ყველა ადამიანი რაც შეიძლება მეტი ის დადებითი თავის თავზეც და საერთოდ რა ცხოვრებაზე არ უნდა იფიქრო ნეგატიური ნამდვილად და პატიება უნდა იცოდე ადამიანის ყველა ვარიანტში ეს პატიება თუ იცი უკვე წინ შეძლებ წასვლა და ეს აუცილებელია ყველა ადამიანის აი ფერებთან დაკავშირებით კითხავთ თქვენი ემოციური მდგომარეობა რა ფერია აი როგორ შეაფასებდით დღევანდელი მდგომარეობით აი წითელი ლურჯი აი ესეთი მკვეთრი კი ყოველთვის კი ეს კი ნამდვილად ეს ძალიან კაია რომ ესეთი პოზიტიური ხართ ემიგრაციაზეც კითხავთ აი როდესაც ემიგრაცია ხო რაღაც უცხოობასთან ასოცირდება როდესაც საფრანგეთში ხართ ალბათ ქართველად გრძნობთ ხომ თავს და როდესაც აქ ხართ თითქოს რაღაც ფრანგად აი ამ ბალანსს როგორ ინარჩუნებთ თქვენში არა აი პირველი დღიდან ქართველი უფრო ქართველი მგონია ჩემი თავი და და საფრანგეთშიც ძალიან უცხო უკვე ჩემთვის სამშობლო ნამდვილად აღარ არის საფრანგეთი აი ძალიან უცნაური ის მოხდა ნამდვილად იმიტომ რომ ვიცი რომ ფრანგული სისხლი მაქვს მაგრამ აი ძალიან უფრო მაინც მგონია რომ ქართველი ვარ კი ალბათ იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი როდესაც ჩამოვედი საქართველოში და ალბათ ამიტომაც და საქართველოშიც როგორც ფრანგი ისე არა აი ეს ფსიქოლოგიური მომენტი როგორ გადალახეთ ეხლა რაზეც საუბრობთ რომ არ ვგზნობო თავსო ფრანგადო აი რა იყო ეს გარდამტეხი მომენტი თქვენ ცხოვრებაში რომ იგრძენით რომ ქართველი ხართ და დამთავრდა
არა, ალბათ პირველი დღიდან, როდესაც ჩვენ აქ ჩამოვედით, ხალხს ისე უხაროდათ, რომ აი ჩამოვიდნენ საფრანგეთიდან, ქართველები დაბრუნდნენ და ხო, ალბათ ეს ისტორია, რომ ბაბუაჩემს არ ქონდა ეს არ შეეძლო რომ ქართველი ყოფილიყო ხო ეს საქართველოში საფრანგეთში უფრო ახლა როგორც ფრანგი ისე ცხოვრობდა და ალბათ ეს უჭირდა რა თქმა უნდა იმიტომაც იცმევდა ეს ჩოხა და უნდოდა რომ მაინც ბოლომდე ქართველი ყოფილიყო მაგრამ ამის ის არ ქონდა ხო რომ ჩამოსულიყო არ შეეძლო და ჩვენ კიდე ხო ვიცი რომ აქ დიდი ბედნიერება რომ ჩვენ ჩამოვედი და აქ შეგვიძლია ცხოვრება საქართველოში და ამიტომაც არა ქართველი ვართ მე პირადად კი ანუ მაგაზეც კითხავთ ხალხის დამოკიდებულება როგორი იყო თქვენს მიმართ ანუ ხوار როგორ შეგხვდნენ ძალიან კარგად კი პირველი დღიდან ძალიან კარგად და ყოველთვის და ეხლაც რა თქმა უნდა და ორი ადამიანი აი შარშანძაფოლში როცა ვყვებოდი ამ ისტორიას ჭკადუაში ორი ადამიანმა იტირა რომ ვეუბნებოდი რომ ჩვენ თუ შევძელით და ჩვენ დავბრუნდით საქართველოში და ჩვენ აქ ცხოვრობთ ყველა ქართველი უნდა დარჩეს და უნდა დაბრუნდეს და უნდა ცხოვრობდეს საქართველოში და ორი ადამიანმა იტირა და ხო რამხელა ემოცია ნამდვილად და მიხარია რომ ეს ამხელა ემოციას ხალხში არის ეს ამხელა ემოცია და ძალიან მიხარია და მეც უმაგას ვეუბნები მართლა ახალგაზრდებს და ყველას რომ ჩვენ თუ დაბრუნდი და ჩვენ დღეს თუ ვცხოვრობ საქართველოში იქ ყველა ქართველი უნდა დაბრუნდეს და უნდა იყვნენ საქართველოში ეს ნამდვილად აუცილებელია და იმედი მაქვს რომ მართლა ეს მოხდება იმიტომ რომ ყველა თუ წავედით აი მე შემიძლია დღეს წავიდე ჩემი ხუთი შვილით წავიდე საფრანგეთში მაგრამ აი ყველა თუ წავედით ხო აი ვიღაცა ხო უნდა იყოს არა საქართველოში და ამიტომ დიდი იმედი მაქვს რომ აი ბევრი ქართველი ყველა თუ არა ბევრი დაბრუნდება და იქნებიან საქართველოში. აი საქართველოს კულტურას და ზოგადად ჩვენ ქვეყნის წეს-ტრადიციებს როგორ შეეგუეთ, რამე სტერეოტიპები ხო არ დაგშეგხვდათ ჩვენს ქვეყანაში, რაც თქვათ საფრანგეთში არ ქონდათ და ცოტა გაგიჭირდათ, ეგეთი რთული მომენტი თუ ქონიათ? არა, არ გაგვიჭირდა, მაგრამ ფრანგული ტრადიციებს მაინც ვიტოვებთ. აი დედაჩემს მაგალითად ახალ წელს და სხვა დღესასწაულებზე ხო რაც არის ფრანგული ისინი ტრადიციებს ხა რა თქმა უნდა ჩემი მშობლებისთვის თელი ცხოვრება ეს ტრადიციებით ცხოვრობდნენ ხო საფრანგეთში და ეხლა ამის დავიწყება ძნელია ხო ვერა და ამიტომ ეს ქართულიც დავამატეთ და მოკლედ ორივე ძალიან საინტერესოა ჩემთვის კულტურა თქვენ ღვინოებზეც უნდა გკითხოთ ქართულ ტრადიციებს რახან შევეხეთ იქ ღვინოებს აკეთებთ ხო ჭკადუაში გვექნება მომავალში ხა ვაპირებთ ზაფხულს უკვე დაირგვება პირველი ვაზის ნერგებს და დიდი იმედი მაქვს რომ მომავალში აი ესე კარგად დაუბრუნდა ეს ადგილი ისევ დაუბრუნდება ეს ტრადიცია რაც იყო ჩემი წინაპრების დროს მაშინ ქონდათ რა თქმა უნდა ძალიან ცნობილი ოჯალიში რომელიც პირველი ადგილი ქონდა მიღებული საფრანგეთში და დიდი იმედი მაქვს რომ ეს ისევ აღდგება ეს ტრადიცია შკადუაში მე რო თქვენ პირველად გნახეთ მაშინ თქვენ ესე მუშაობდით ასე ვთქვათ თქვენ სახში და ეს მიწასთან კონტაქტი გქონდათ და ისე გამიხარდა რომ აი არ მოველოდი რაღაცნაირად და არა ეს რა თქმა უნდა რა ემოციას განიჭერთ ეს აუცილებელია ეს ყველა ადამიანისთვის ჩემაზეც ესეც თერაპია და ესეც აუცილებელი ყველა ადამიანისთვის ბევრად უფრო კარგად გზნობ ადამიანს როცა არ გავდა როცა უვლი შენ ყვავილებს მცენარეებს და ეს აუცილებელია და ყველას ვურჩევდი ნამდვილად
ნამდვილად რომ აი რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს ადამიანი მიწასთან. სოფელთან და ასე შემდეგ. დიახ და ეს სახლთან დაკავშირებითაც რომ მოგვიყვეთ, როგორც მე ვიცი, ეს თქვენი ხელით არის ის სახლი, სადაც ცხოვრობ ჭყადუაში გაკეთებული, ხო, ძირითადად? ესე იგი ეს ჩემმა დიდი ბაბუამ სალომე დადიანიმ და თავისი მეუღლემ შილმიურატმა ააშენეს ეს სახლი. ეს იყო სანადირო სახლი მათი და ეს სახლი აღდგენა მოგვიწია ეს როდესაც მოვედით უკვე 10 წელი იქნება დაახლოებით ჭყადუაში ცხოვრობენ ჩემი შობლები იყო დამგრეული და რა მოხდა ჩემი ძმა რომელიც ქართველი არ არის დედაჩემს ყავს პირველი მეუღლესგან საბიშვილი და ჩემი ძმა როდესაც ჩამოვიდა საქართველოში მამაჩემმა წაიყვანა ჭყადუაში და როდესაც დაინახა რომ მამაჩემი ტიროდა რომ ეს სახლი ინგრეოდა და უკვე მართლა ცოტა და ბოლომდე დაინგრეოდა ჩემმა ძმამ ესეთი რაღაცა უთრა რადგანაც შენ გამზარდე როგორც საკუთარი შვილი მე მინდა რომ მადლობა გითხრა და მე მოვალ და მე გადავარჩენ ამ სახლს და ეს გააკეთა და ჩემი ძმა რომ არა მართლა ეს ისტორია და ეს ყველაფერი ისევ არ გაგზელდებოდა ეს დაინგრეოდა ეს სახლი და ეს ისტორიაც ესე მარტო თუ ეწერებოდა ალბათ ციგნებში რომ შატო ჭყადუაში იყო აქ იყვნენ მიურატები და ჩემმა ძმამ ესე იგი ჩამოვიდა და 2 წელი დღე და ღამე ესე იმუშავა აიყვანა ქაურები და აი ესე აღდგინეს ეს სახლი ალბათ მაგიტომ არის თქვენთვის უფრო ემოციური, ხო? ეს სახლი და იმიტომ რაღაცნაირად გაქვთ ესეთი ემოციური კავშირი მოკლედ ამ სახლთან, ხო? კი, რა თქმა უნდა, ახლა როდესაც იცი რომ შენი წინაპრები ისტორიაც რო არ ყოფილიყო ისეთი დიდი და ჩვეულებრივი გლეხი ყოფილიყვნენ, ხო? ეს ყველა ადამიანის მე მგონი ბუნებაშია, როცა იცი რომ შენი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ, უვლიდნენ, ხო, ეკაურობას, უყვარდათ, რგავდნენ შენს გინდა რომ ეს ადგილიც გიყვარდეს და მოუარო და დიახ ეს ბუნებრივად ხდება ალბათ. დიახ და რასთან ასოცირდება თქვენთვის ეს სახლი როგორ სიმშვიდე ალბათ პირველ რიგში სიმშვიდე და სილამაზე აი ყოველ ჩასვლაზე შოქში ვარ ისეთი სილამაზე აი ქაურობა რომ არ ვიცი ახლა როგორ შეიძლება რომ არ გიყვარდეს და ძალიან მიყვარს მეც და ყველას ვურჩევ რომ აუცილებლად მოინახულონ ეს ადგილი ვინაიდან სასწაულის სილამაზე გელოდებათ მეგობრებო საქართველოს კითხავთ კიდე მატილდა ანუ ეს ძლიერი ქალის როლის მორგება თუ ქონიათ ანუ თუ აქ ხო იცით ანუ როგორ არის რომ საზოგადოება ჩვენგან მოითხოვს რაღაცებს რისი გაკეთებაც უნდა შევძლოთ ხო აი რა განსხვავებაა ფრანგ ქალსა და საქართველოში მცხოვრებ ქალს შორის აი თუ გიფიქრიათ ამაზე არა მე მგონი დღეს ისეთი ცხოვრება მოვიდა რომ ფრანგი თუ ქართველი ყველა ცდილობს რომ ესე ძალიან ძლიერი და ძალიან ესეთი ყველაფერი მოახელხოს ყველაფერი შეძლოს თან იუშაოს თან შვილებს მოუაროს და ძალიან რთულია რა თქმა უნდა დღევანდელი ცხოვრება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ხო ყველაფერი უნდა შეძლო და ყველაფერი უნდა გეხელხებოდეს თან და ძალიან რთულია. ხო ძალიან რთული ესეთი დროა. კი, ანუ ეს სიძლიერე იქაც ასოცირდება ხო? კი. თანაბრად, ხო? კი, მე მგონი, კი, დღეს ნამდვილად ესეა. დიახ. თან ხო ადრე მაინც ქალი სახლში იყო და არ მუშაობდა ხო და ეხლა თან სახლშიც უნდა იყო თან უნდა იმუშაო თან და ყველაფერი ის ვარ გააკეთე ხო და რაღაც ხანერად ჩანხარ ხო და აი ძნელია ბატონო თქვენ როგორ ენდობით ადამიანებს ანუ ფრთხილი ხართ ურთიერთობაში თუ პირიქით ალბათ სადა უფრო თხილი ვეტყოდი ალბათ. მაგრამ აი
მაგრამ თან არ ვართ ცოტა რთული გითხვა. მე ვიცი რომ თქვენ ძალიან კომუნიკაბელური ხართ, ბევრი მეგობარიც გეყოლებათ ალბათ და აქედან გამომდინარე ხო, გასაგებია თქვენი პასუხით. აი ქართულ სამზარეულოზე რას გვეტყვით, კერძების მომზადება თუ გეხერხებათ და თქვენი საყვარელი კერძი რომელი არის ქართული? არა, ეს ნამდვილად არ მეხერხება. ეს ნამდვილად მაგრამ სუიბას ვობობრო, აი ყველაფერი ვერ აი ეგ არის რა, დღევანდელი ცხოვრება რომ ყველაფერი უნდა აკეთებდე კარგად რა. ისიც ესეც არ გამოვა, ჩემ აზრით ყველაფერს ვერ შეძლება. ეს არ არსებობს ესეთი და საჭმელის დამზადება სამწუხაროდ არ მეხერხება. საერთოდ არა. მაგრამ ხო ყველაფერს ვერ გააკეთებ ადამიანი რა სხვა რაღაცებს ვაკეთებ და მოკლედ ესეა და კერძი რომელიც გიყვართ რომელია? ბევრი საჭმელია ეხა ქართული ყველიც მაგრამ ფრანგულიც ძალიან კარგია პრინციპში ხო ბევრი რაღაცა ხაჭაპური ძალიან კარგია ბევრი ქართული საჭმელები საერთოდ ყველა ძალიან კარგია. კი, ნამდვილად. ძალიან კარგი. ეს მიხარია რომ გიყვართ ქართული სამზარეულო, ხო? კი, არა, თქმა. ხო, აი ძალიან კარგია, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, რა არ უყვარდეს ეს ქართული კერძები. კიდე გითხავთ, აი ადამიანში რა თვისებას აფასებთ? ანუ რა იწვევს თქვენში აღრთოვანებას? როგორი უნდა იყოს თქვენთვის იდეალური მეგობარი? ხო აი დადებითი ალბათ პირველ რიგში ხო არა პოზიტიური ნამდვილად უნდა იყოს ადამიანი და ხო ძნელია როგორი უნდა იყოს ყველა ადამიანს თავისი უნდა ეცადოს რომ არ უნდა შეეშინდეს რა არ უნდა შეეშინდეს ალბათ ყველა აი ბევრი ადამიანი მაინც ნერვიულობს ეშენია უი კარგად ხოვზდი ჩემს შვილს ცოტან ესეთი მომენტი აქვს ადამიანებს და ეს ჩემ აზრით არ უნდა კონდეს რა როგორც ადამიანი ყველას ვთილობთ რომ როგორც შეგვიძლია ისე გავზარდოთ ხო როგორც რაც შეიძლება მეტი სიყვარულით მეტი პოზიტიურით თავარი ეგ არის და არ უნდა შეეშინდეს ადამიანებს ალბათ ამ ცხოვრების. დიახ. ძალიან კარგი რჩევა არის, ნამდვილად ესე უნდა მოვიქცეთ და ხო ეს ემოციებზე ვკითხე. რაღაცა რთული კითხვები მაქვს, ხო, აშკარად, ხო, აი საფიქრალი რო არის, ხო? აი ბავშვებს კიდე აი რაც ეხება ბავშვებს მე ერთი რაღაც ისტორიას მოგიყვებით და ბევრს ალბათ უკვირთ. ჩემ შვილს ერთხელ გაიჭრა თითი ეზოში და მოდის სახში და აი ეს დაჭრილი თითი და სისხლიანი ხელით და ყოველთვის ვიცი რომ ქართველები ძალიან ხშირად პანიკაში ვარდებიან ხო და ხშირად სხვა შობელი რო ყოფილიყო ალბათ კილოს დაიწყებდა ვაიმე რა საშინელება და რაღაცა ცუდად გახდებოდა და მე ხარა თქმა უნდა შემეშინდა და ვამშვიდებდი ჩემ შვილს და ვცდილობდი რომ აი რაც შეიძლება ის არ ვაჩვენო რომ მეშინია ხო მე ხო და დაურეკე სასრაფო მოვიდა ჯერ თავიდან მითრეს რომ არ არის საჭირო მაგრამ მაინც ავიყვანო და მაინც ნახოთ იქნებ იყოს შეკერვას დაჭირდეს ხო და სასრაფოში მახსოვს ჩემი დემეტრე იყო პატარა ძალიან ალბათ 3 წლის 4 წლის პატარა იყო ძალიან და სასრაფოში ვეუბნებოდი რომ დამშვიდებულიყო ვაჩვენე ყველაფერი აი ნახე ეს იმისთვის არის ეს ამის რაც ვიცოდი არ შეიძლება მოვიგონე მაგრამ მოკლედ აი ნახე ეს რა ხდება აქ რა არის რაღაცა მოკლედ და ვუყურებთ ამ ყველაფერს და ვცდილობ რომ დავამშვიდო რა და მერე რომ მოვედით სამონტყოფოში ექიმმა რომ ნახა რომ ესე მითრა პირდაპირ რომ უნდა შევკეროთ აუცილებლად და 4-5 ნაკერი დასჭირდა
და გაუკვირდა და თვითონაც მითრა როგორ ხართო როგორ ბავშვი აღარ ტიროდა უკვე იმიტომ რომ იმდენი მოუყვედა ისა რომ ხო აშკარად ნახა რომ მეც მშვიდად ვიყავი და თვითონაც დამშვიდა და ისე შეუკერეს თითი რომ აი ხმა არ მოიყო რა და ექიმა გაგიჟდა რომ გამოვიდა იქიდან რომ თქვენ რო ესე მშვიდად ხართ და ეს ბავშვიც ხო დამშვიდა და ისე შეუკერე პირველად მოხდა რომ 3 ექთანი არ არის საჭირო რომ დაიჭირო ბავშვი და შეკერო რა გაგიჟებული იყო ეს ექიმი და ძალიან კაი თვისება ხო ვთილობ რომ ხო და ჩემ აზრით აი ყველა შობელს სამწუხაროდ ესე ახლა ცხოვრებაში ხან ერთი დავარდება ხან მეორე მოკლედ რაღაცა მოხდება და უნდა ეცადო რომ აი პანიკაში არ ჩავარდე რა და პირიქით იმ ბავშვს დამშვიდო უთრა ნუ გეშენე ყველაფერი კარგად იქნება და ესე და არა პანიკაში ჩავარდე რა იმიტომ რომ შენ თუ ჩავარდი პანიკაში რა თქმა უნდა შენი შვილიც უარეს იმ დღეში იქნება და ექიმისთვისაც ურთულესი იქნება ხა პანიკაში რო ავარდა ბავშვი რა რო ყვირის რა თქმა უნდა ვერ შეუკერავ ხო თიც და კაი თვისება ახსენეთ ეხა ეგ სიმშვიდე ეს აუცილებელია და ყოველთვის უნდა იცადო რა მაგრამ რა თქმა უნდა ხო ის კი არ ნიშნავს რომ მე არ მეშინოდა ძალიან მეშინოდა მე რა თქმა უნდა მაგრამ ესე შევუკერეთ და ესე მშვიდად 2 წუთში შევუკერეს ეგ კაი თვისება ეგ თვისება ხომ არ გამოყვათ თქვენ როდესაც იყავით პატარა აი მაშინაც რა თქმა უნდა ეს დედაჩემიც ესეთი იყო და ყოველთვის ხო თუ ძალიან ცუდ რამ მოხდებოდა და ძალიან აი ესე რაღაცა ხა მე არ მომცვლია მაგრამ ჩემს ძმას მე მგონი ვიცი რომ დედაჩემისგან რომ რაც არ უნდა მოხდარიყო ყოველთვის თილობდა რომ ესე მშვილად კი ნამდვილად ხო ეს კაი თვისებაა სხვათა შორის ქართველები ცოტა ემოციური ხალხი ვართ აქ და კი და ეს თქვენი სიმშვიდე აბალანსი ხო არ უნდა ეხა ყვირილი და ტკირილი და ის უარესია მოგვარდება ხო და ცხოველების მიმართ კიდე არ უნდა შეაშინო ბავშვები რა მე ეს მიკვირს და ეხა მე ბავშვობიდან ცხოველებთან მაქვს ის ახლო ურთიერთობა და ამიტომ მე არ მეშენია ან არ უნდა შეაშინო აი მაგალითად ძაღლები რო ხედავენ ქუჩაში და შობლები რო ყვირიან და ეუნებიან იმ საშიშია ახლა შენ თუ ესე ყოველ წუთს შეაშინე ყველაფერზე და ყველა ცხოველზე ის ადამიანი რო გაიზრდება ეს შიშიც პანიკური შიში ექნება კატაზე როგორ უნდა გეშინოდეს კატის უბრალოდ არ მესმის და ძაღლზეც არიან ეს ცხოველები არ მინიშნავს ესე იქ თქვენთან ჭადუაში კი რა თქმა უნდა კი ყოველთვის საფრანგეთშიც ყავდა პატარა მინი ზოოპარკი და ყოველთვის ყავდა კი ყოველთვის ყველა ცხოველი თითქმის ახლა ძროხის და ცხენის გარდა მგონი ყველაფერი ქონდა საქართველოშიც აი ესე ბევრი ცხოველები ყავს ცხენები მოვიდნენ ჩვენთან და წლების მანძილზე იყვნენ უბრალოდ ჩვენი ცხენები არ იყვნენ ბევრი ცხოველი აკეთებს ეს ჭადუაში ყველა მოდის ჩვენთან რო ხედავენ რომ კარგად ვუვლით რჩებიან ყველას ვეუბნები თქვენი ხო არ არის წაიყვანეთ არ არის ჩვენი და ან შეიძლება სპეციალურად ტოვებენ იციან რომ კარგად მოუვლით და ესე ყავდა წლების მანძილზე 2 ცხენი ძალიან ლამაზები და ეხა წავიდნენ უკვე მაგრამ ალბათ დაბრუნდებიან დარწმუნებული ვარ კი აი სხვა კუთხის წარმომადგენლებს თუ იცნობთ და აი რა თვისებები გამოარჩევთ ერთმანეთისგან დასავლეთის ტემპერამენტი ცალსახადე ხო სტუმართმოყვარეობა კიდე ხო აი თუ ხო სხვანაირად იციან ხო სხვანაირი თბილები არიან ეს მეგრელები რა ვიცი ხა აი ეს მინდა რომ რაღაცნაირად ვთქვათ ხო ზედა რთული კითხვა კასპში ცხოვრობდი წლების მანძილზე და მქონდა კასპელებთან ქართლში ურთიერთობა იქ ძალიან კარგი ხალხი შემხდა მართლა ყველა რო ერთმანეთზე კარგი ადამიანები თბილები მაგრამ არა ესეთი თბილები იყვნენ როგორც სამეგრელოში
მაგრამ აი ბაღის ის კულტურა არ ქონდათ. ნამდვილად აშკარად სხვანაირი აქვთ აქეთ უფრო არ აქვთ ისეთი კულტურა ბაღის, მაგრამ კარგია რომ ახლა ნელა უკვე იცვლება ეს და ბევრი ადამიანი რო ხედავს რომ სამეგრელოში ესეთი ლამაზი ეზოებია, ესეთი კარგი თვითონაც უნდა და თვითონაც ძალიან კარგია ეს თუ ეს გადაედოთ არა ეს ხო იქ მეზობლები თითქოს ვერ დავინახეთ და იქ თქვენთან ახლოს ბევრი არა ახლოს არ გვყავს კი ძალიან ახლოს არ არიან მაგრამ ყველასთან კარგი ურთიერთობა რა გვაქვს კი ძალიან თან მამაჩემი ისეთი ადამიანია აი ყველასთან მედის ყველასთან სტილობს ილაპარაკოს ცოტა ისწავლეს ქართული მაგრამ ცოტა უჭირთ მაგრამ მაინც სტილობს რომ ყოველთვის ადამიანებთან მეზობლებთან ახლოს ურთიერთობა კონდეს და ერთი სახლთან დაკავშირებით კიდე მაინტერესებს აი ცოტა ვერ იყო რაღაც ავარიული იყო და ეგ თუ მოაგვარეთ იმიტომ რომ თქვენი სახლი აუცილებლად უნდა არსებობდეს და უნდა იარსებოს კიდე საუკუნეების განმავლობაში ხო ეს პრობლემა იყო მე როცა ვიყავი და რამე სიახლე ხო არ არის ამ კუთხით? არა, მთავარი სახლი რაც არის სასახლე თვითონ შატოჭკარუაში თითქმის დამთავრებული გვაქვს. ნუ ცოტა დავშა ალბათ კიდე ერთი წელი ალბათ რომ ბოლომდე ეს აივნები იქნება თუ რაღაცები გასაკეთებელი. გვერდზე ის გვაქვს ჩემი სახელოსნო ის მომავალში ვაპირებთ რომ გავარემონტოთ. რომ ნელა ალბათ ისიც გაკეთდება. ანუ ხო, ის რაღაცა ხარვეზები და პრობლემები ისეთი აღარ არის, ხო? ანუ ნებისმიერ სულ. არა, კი, რა თქმა უნდა, კი, ნამდვილად თავარი ის კარგად არის, მაგრამ მომ გასაკეთებელი ყოველთვის იქნება. იმიტომ რომ პატარა ხელი შეიძლება ყოველთვის კი. ერთი მხარე არის რომ მოვრჩებით, მეორე მხარე ეს გასაკეთებელია და ესე, მაგრამ ეს არის რომ ძალიან საინტერესო და ძალიან გამიმართლა რომ ეს ერთფეროვანი ცხოვრება ვერ მექნება. ვერა, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა იქნება გასაკეთებელი. კი, სულ ჩართული ხართ და აქეთ ბაღია, აქეთ ისა ყოველთვის რაღაცაა გასაკეთებელი და ძალიან საინტერესოა და ყველას უსურვებდი რომ აი ესეთი საინტერესო და ესეთი ცხოვრება ქონოდათ მართლა რა. და ხელოვნებაც ხო ყველასთვის ნამდვილად აუცილებელია. აი ხელოვნება თუ არა, ეხა ყველას შეიძლება ხელოვნებასთან ახლოს არ იყოს, მაგრამ აი ბაღთან და მცენარეებთან ეს ყველას ნამდვილად შეუძლია ყველას და აი ის თუ გაქვთ რამე სოფელში, რამე მიწა აუცილებლად უნდა დაირგოს ბევრი ხე, რაც შეიძლება მეტი. ამიტომ რომ დღეს ძალიან დიდი პრობლემაა ნამდვილად ეს ხედავთ ევროპაში უფრო ჩვენ გაგვიმართლა ესეთი სიცხეები არ არის, მაგრამ ეს როგორ კლიმატის ცვლილებები და პირველ რიგში უნდა დაირგოს რაც შეიძლება მეტი ხე, რა თქმა უნდა, რა, ეს აუცილებელია და ყველამ რაც შეიძლება მეტი ხე უნდა დაირგოს. კიდევ რას ურჩევთ საქართველოს მოსახლეობას, ასე ვთქვათ, რა შეიძლება რომ ხო, აი ერთმანეთს აღარ ეს შური, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ადამიანების, არ უნდა გშურდეს ადამიანების რა, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ემპათიება უნდა ისწავლოს ადამიანებმა და არ უნდა თქვას იმის წინა იმან ის გააკეთა იმან რაღაცა და ემპათიება თუ არ ესწავლეს ადამიანები ერთმანეთის და რთულია ესე ცხოვრება. ემპათიება ყველა ადამიანის რა შობლების თუ მისი არ ვიცი ყველა ადამიანი ვინც ყავს ჩვენს ირგვლივ ყველა ადამიანი მეზობლის თუ რა ვიცი აი და უნდა გააგრძელო ესე ცხოვრება თორემ აი შურით და იმით ზიზღით და იმით ვერ წახვალწინ. ნამდვილად უღრმესი მადლობა დღევანდელი დღესთვის. პირიქით მადლობა თქვენ. დიდი მადლობა რომ ესე გულახდილად გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრების ასე ვთქვათ დეტალები და წარმატებებს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდება თქვენი შემოქმედებით, თქვენი ისტორიით და ყველას ურჩევ ნამდვილად რომ იმოგზაუროს ჭყადუაში და პირადად მოინახულოს მიურატების ასე ვთქვათ სახლი.
უღრმესი მადლობა მატილდა, ძალიან დიდი მადლობა. და ჭკადუაში კი, მაგრამ მარტო ჭკადუაში არა, ჩემ აზრით ადამიანებმა მართლა უნდა იმოგზაუროს და ნახოს თავისი ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა მართლა უნიკალურია. აი იმდენი რამეა სანახავი საქართველოში და მართლა ყველა ადამიანმა უნდა ნახოს ეს ქვეყანა და ძალიან მიკვირს რომ ბევრ ქართველს აქვს პარიზი ნანახი და შეიძლება სვანეთი არ აქვს ნანახი და მიკვირს. ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ იმაზე ნაკლებია, ვიცი. სასწაული ადგილები გვაქვს ნამდვილად რა ისტორია ხოს სასწაული გვაქვს და ამიტომ უნდა იმოგზაურონ ადამიანებმა რა ბევრი საქართველოში. ნამდვილად უღრმესი მადლობა თქვენ.